ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკის შეცდომის გამო გიორგი კაპანაძე დღეს სიკვდილს ებრძვის. გულზე სტენტირების დროს ექიმის დაუდევრობის შედეგად ინფექცია შეეჭრა. შედეგად აორტის სარკმელზე 9 სანტიმეტრიანი წარმონაქმნი გაჩნდა, რის გამოც 6 თვის განმავლობაში 3 ინსულტი გადაიტანა. დიახ, სწორედ ექიმის დაუდევრობის გამო შრომელი კაცი ახლა ორ სამყაროს შორის არის გაჭედილი. ეკატერინე უკვე 1 წელზე მეტია ნახევრად მკვდარი ჩონჩხად ქცეულ მეუღლეს უვლის და ამის მიუხედავად ქალის გულში სიყვარულის ცეცხლი ისევ გიზგიზებს. საბრალო ქალი იძულებული გახდა ბინა ბანკში ჩაედო, რადგან მეუღლის სიცოცხლისთვის ბრძოლას ფულის გარეშე არავითარი აზრი ჰქონდა. თუმცა ეს თანხაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. იტანჯება საბრალო კაცი. მისი თვალები ამბობენ, მომკალით რომ დავისვენო, მაგრამ ჩვენი მისია ხომ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებაა. გიორგის ყოველთვიურად ესაჭიროება 800 ლარის მედიკამენტები, ასევე საჭიროა რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია, სტიმულაცია. მხოლოდ ერთი დღე 250 ლარი ჩდება. გიორგის ასევე ესაჭიროება საფენები და ზოგადად ჰიგიენის საშუალებები. წარმოიდგინეთ, ვაჟკაცი კაცი სამედიცინო საფენების ნაცვლად ჩვებში გახვეული და ეს მხოლოდ და მხოლოდ წყეული უფულობის გამო.